დორტმუნდის ბოტანიკური ბაღიდან სოფლიოში ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ყვავილი სახელწოდებით ამორფოფალუსი მოიპარეს. მცენარის ბოლქვის სიმაღლე 1.6 მეტრია და 30 კილოგრამს იწონის. აი რატომაც თურმე. ბაღის თანამშრომლების თქმით, ის რამდენიმე წელიწადში ერთხელ ყვავის, ეს პროცესი კი მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გრძელდება. ყვავილობის დროს მცენარე ირგვლივ კვერცხის, ლეშის და თევზის სუნს აქვს. ხედავ შენ. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ამ არომატის შესაგრძნობად, ესე იგი, ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ პოლიციას უკვე მიმართა, როგორც ისინი ამბობენ, ყვავილის მატერიალური ღირებულების შეფასება რთულია, მაგრამ დაწესებულებისა და ქალაქისთვის ის დიდი დანაკარგია, რადგანაც ეს ყვავილი ამ სახელწოდებით არ უნდა მოპარულიყო ამორფოფალუსი. ამორფოფალუსი როგორ მოიპარეს? მოიპარეს, ხო, ანუ ბოლქვი მოიპარეს, რომელიც 30 კილოგრამს იწონის. რანაირად, რა ვიცი. რა ვიცი, როგორ ამორფოფალუსი, როგორ უნდა ამოთხარო, ეგეც არ წარმომიდგენია. წარმომიდგენია, თან ისეთი სული ქონია, რომ იქ კი, ლეშის, კვერცხის და აი თევზის. ხო, არ ვიცი, დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ეს, რომელიც გაგიზიარეთ და